დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ამ ნაწილში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია შემოგვერთა. მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, მადლობა იმისთვის რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას და დიდი მადლობა მოწვევისათვის. კი ბატონო, აი ჩვენ რა თემაზე ვსაუბრობთ გადაცემის პირველ ნაწილში, აი ამ თემით დავიწყებ და შემდეგ უკვე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით გავაგრძელოთ. ვინაიდან ბოლო დროს ყველაზე მეტად აქტუალურია ეს საკითხი, საგამოძიებო კომისია და მისი მუშაობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. რამდენად სანდოა, რამდენად რწმენით უყურებთ აი ამ პროცესს, იმიტომ რომ ყველას გვჩება შთაბეჭდილება, რომ რატომღაც მხოლოდ შეიძლება ეს იმ ყველაფრის გასახსენებლად და იმისთვის რომ ვიფიქროთ რომ აი რა შედარებაა ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, აი ამ მიზნით შეიძლება ეს პროცესი იყოს წამოწყებული და არა იმ მიზნით, რომელთაც 12 წლის წინ აი ეს ყველაფერი უნდა დღის წესრიგში ყოფილიყო ნომერ პირველ საკითხად. მე მინდა აღვნიშნო რომ მე ვიმყოფები იმ ტელევიზიაში და ჩემს ეს მართლა ღირებულებაა და მე არასოდეს ბუნებრივია, ობიექტივს ბუნებრივია ვერც ვიკადრებ რომ დაუშვათ არ მოვიდე ამ ტელევიზიაში, სიტყვა ეს თქვა რატომ? იმიტომ რომ ამ საგამოძიებო კომისიის ახლა რომ დაიწყეს ამაზე თქვა საბარი ობიექტივი იყო ის ტელევიზია, რომ ტელევიზია პოლიტიკური, მე ვთქვი ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ ეთერში აწარმოებდა საგამოძიებო პროცესს და პირდაპირ ახორციელებდა ლუსტრაციას ნაცმოძრაობის ავტორიტარული რეჟიმისა. აი ეს არის საგამოძიებო კომისია და მე ისაც ვიმყოფები საგამოძიებო კომისიაში ობიექტივის ტელევიზიაში, რომელიც თავისი სიტყვას და თავისი მე ვიტყოდი სახელს ნამდვილად ამართლებს, კიდევ გაამართლებს ყველა ვარიანტში და კიდევ ღმერთმაქნას გაამართლოს ერთი რა ვიცი, იმ დრომდე სანამ საქართველოს არის დამოუკიდებელი და ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სუვერენიტეტი, ასე ვქვათ, დეკლარირებული, ხო? ბევრს არ შეუძლია. აი ეს არის თავი. არა, ეგ არის რეალობა და მე სხვა საგამოძიებო, ასე ვქვათ, იმას აქვს პროცედურა ნამდვილად არ იმაშვები, რა ქვია, უკვე აღარ ვსვამ, იმიტომ რომ აი ეს იყო ცოცხალი მემატიანე და ეს არის საგამოძიებო კომისია და დიდი მადლობა ობიექტივს და თითოეულ თქვენგანს და თქვენ ხელმძღვანელობას და ყველამ ადამიანს, რომელიც აი ეს ტელევიზია შექმნა, იყო პირველი ბრძოლის ავანგარდში და დღემდე რჩება ბრძოლის ავანგარდში და ერთადერთი ტელევიზია იმ ტელევიზიებს შორის, რომლებიც დღეს უკვე არიან სამოქალაქო საინფორმაციო ომის, მე ვიტყოდი, აქტორები, მხარეები და ეს ნამდვილად არ ეხება ობიექტივის ტელევიზიას, რომ თქვენ ხართ და თქვენ არსებობდა აი ეს მე ვიტყოდი თავისუფლებისა და სიტყვის მე ვიტყოდი პლურალიზმის აი მხარეს უნარჩუნებთ ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა პირადად თქვენს და დიდება თქვენ გმირობას. ასევე მადლობა თქვენ იმისთვის რომ ყოველთვის ხართ ჩვენი ძალიან საინტერესო. მე მგონი ამის ყველაფერი თქვი და ხა დანარჩენი ეს თქვა იმისავე ეხლა გინდა აკაკი წერეთლის ერთი გმირისა რო გინდა ეხლა შეიტანეთ და გამოვიტანეთ თქვენი ფალავანიო. კი ბატონო. აი ეგ არის თავარი არსი. კი, გასაგებია და აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება გვაქვს სამწუხაროდ ჩვენს მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგია რომ ეს საკითხები დღის წესრიგში დგას, რატომღაც მგონია რომ არ მოიტანს კონკრეტულ შედეგს აი ასეთი ტიპის განხილვები აი ამ თემების. ასევე გკითხავთ იმ პროცესზე, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ვუყურებთ, უკვე ადამიანები არ ვიცი, განუსაზღვრელი ვადით გამოდიან ქუჩაში, თუმცა ვხედავთ, რომ ვერც კონკრეტული ლიდერი ჩადგა აი ამ პროცესის სათავეში, ვერც პროცესს მიესცა უფრო დიდი განვითარება. რა ხდება ზოგადად, რა ეტაპზეა ახლა ეს საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში არსებული და რაღაცნაირად ვის წისქვილზე ხამს აი ეს მოცემულობა, რომელიც ახლა გვაქვს. იცით რა არის, აქ ორი დონეც გამოყოფთილი. დავამყოფთი ჯერ საზოგადოებრივ საპროტესტო ტალღას და გამოყოფთი დაუშვათ იგივე პოლიტიკურ, ასე ვქვათ, ტალღას. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ, ასე ვქვათ, ორგანიზაციების, ანუ საზოგადოების, ასე ვქვათ, NGO-ების იმასაც გამოყოფთი სამ დონეს. ნახეთ, საზოგადოებრივი ტალღა არის, მე ვიტყოდი, ურყევი და ბუნებრივია მას აქვს მუდმივი უშუალოდ განვითარების ეტაპები და ეს არ შეჩერებულა. მე უშუალოდ მონაწილე ვარ ამ პროცესებში და მე თვითონაც ვიღებ ძალიან კაი პროექტია. ეს იყო საჯარო აუდიტორია, საპროტესტო აუდიტორია, რომელიც ძალიან დიდი საქმე გააკეთა, აკეთებს კიდევაც, რომელიც ეს არის, რომ თორედ აი აუდიტორიის იმაში, საპროტესტოში ვახორციელებთ ადამიანების პოლიტიკური ცნობიერების, ასე ვქვათ, კიდევ უფრო გაუმჯობესებას, უხსნით დაუშვათ იმ ადამიანებს რა დაუშვათ იმ მოახდენთ პოლიტიკური მითების ნიველირებას და ეს აი ესეთი მე ვიტყოდი აი წერა-კითხვის გამაოცრებელი საზოგადოების ფუნქციას დაუშვათ ასრულებს ეს მე ვიტყოდი ინსტიტუცია რომელიც გადაიქცა მოდის საზოგადოებრივი წიაღიდან. საზოგადოებრივი პროტესტი არის მუდმივი,
აბსოლუტურად სწორი, აბსოლუტურად ადეკვატური, რასაც მე ვერ ვიტყოდი პოლიტიკური პარტიების არათანმიმდევრო მოქმედებებზე და შესაბამისად ის რომ დაუშვათ აქ უკვე არის სრული მე ვიტყოდი აჭრილი რძის მე ვიტყოდი ამას სინდრომი, სამწუხარო რეალობა ასეთია და შესაბამისად იქაც არ არის გამოკვეთილი ერთიანი კონსენსუსური ვარიანტი. და შესაბამისად აი ასეთი პოლიტიკური სპექტრი როცა უპირისპირდება მე ვიტყოდი კარგად მე ვიტყოდი ესე ვთქვათ ის არის ორგანიზებულ დიდი ფინანსების მქონე ასე ვთქვათ მე ვიტყოდი ავტოკრატიულ ძალას რომელიც კი იცით რა არის მოდით ესე ვთქვათ ლენის სიტყვებისთვის ვიტყვი რომ რომელიც თქვა цаრისტო რუსეთზე ხო აქ უბრალოდ ერთი ციკლმა დაარტყაო და ჩაინგრევაო ციკლმა დაარტყა რა ქვია მის საქმესო და ჩაინგრევა მთლიანად ეს რეჟიმიო ხო პრინციპში ლენინი ამ დროს მართალი იყო აქაც იგივეა ნუ გონიათ რომ აიმე განსხვავება ამ შემთხვევაში უბრალოდ აქ არავინ აქვს რომ პოლიტიკურად მოახდინოს ამ ციკლის რა ქვია მოქნევის უნარი რომ ეს რეჟიმი თუნდაც შეარყიოს და ჩამოანგრიოს. ამაშია პრობლემა, გესმით ხო, რაზეა საუბარი. მაინც პოლიტიკურმა ძალამ უნდა განახორციელოს აი ეს მე ვთქვი შერყევის მე ვთქვი პროცესი და საზოგადოება ბუნებრივია არის ერთ-ერთი მთავარი. საზოგადოებას არ შეუძლია ეს მოახდინოს, რომ საზოგადოება მოახდინა ის, მაშინ ჩვენ მივიღებთ იმ ტრაიგულ მოვლენებს დაუბრუნებ, რომელიც იყო 99-98 წლის სამოქალაქო ომის რეციდივი. მაშინაც როცა ზვიად გამსახურდიას კანონია მთავრობას დაუპირისპირდა ასე ვთქვათ პოლიტიკური ასე ვთქვათ ეს არის ჯგუფი რომელიც არ იყო მე ვთქვი სეგმენტირებული არ იყო ჩამოყალიბებული და შესაბამისად საზოგადოებამ აიღო თავისი ხალხი მარწუხები და მერე შემოვიდა უკვე სამხედრო ძალა ხო ეროვნული გვარდია კიტოვანის სახით რომელსაც მერე უკვე მიგვიყვანა ჩვენ სამოქალაქო ომამდე კანონიერი ხელისუფლების დამხობამდე და შესაბამისად პოლიტიკურმა მაშინდელმა სპექტრმა ვერ წარმოაჩინა რომ დაუშვათ ზვიად გამსახურდიისათვის ეჩვენებინა დაუშვათ თუნდაც ის მცირე შეცდომებით რაც იყო რომ დაუშვათ მისი გამოსწორება ყოველ შეიძლება და კონსენსუსური კუთხით მოეგვარებინათ ის პრობლემები რომელიც არსებობდა იმ პერიოდში აქაც იგივე ვარიანტი გრძელდება ამიტომ აი ეს სიტუაცია მაგონებს სწორედ აი ამ მე ვიტყოდი პერიოდის იმაში აქვია ვითარებას ის როგორც დაუშვათ დაწყებულია მე ერთხელ კიდევ ვთქვი საინფორმაციო სამოქალაქო ომია დღეს დღეს ხედავთ თუ რა ხდება მედიაკატულ სივრცეებში იქაც არის შავი სიები აქაც არის შავი სიები ერთმანეთს ებრძვიან ყოველგვარი წესების გარეშე გაქანებული სამოქალაქო საინფორმაციო ომია და ეს ომი ასე ვთქვათ არ მიმდინარეობს მე ვთქვი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მე ვიტყოდ მომგებიან მე ვიტყოდ ესე ვთქვათ იმაში ვითარებაში ხო და კიდე კაიც აი საინფორმაციო იმაში ხორციელდება სამოქალაქო დაპირისპირება და ეს არ ხორციელდება დაუშვათ მართლა სამოქალაქო პოლიტიკურ სპექტრებს ამ ეტაპზე და შესაბამისად ნახეთ აქ კიდე მეორე მომენტი რომ აქ კონსენსუსის მიღწევა უკვე ცოტა რთული ხდება და შეუძლება რატომ იმიტომ რომ თუ ადრე დაუშვათ წინა იმ პერიოდის დროს იყო დაუშვათ ხოლმე პოლიტიკურ საკითხებზე დაუშვებატება და შეიძლება დაუშვათ იგივე მრგვალი მაგისტარ მათველი პოლიტიკურ ძალა და ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიები რომელიც მაშინ იყვნენ ვთქვათ დამჯდარი იყვნენ მოეთათბირათ ისეთ საკითხებს ადამიანის დაცვა ეთნიკური ინტერესების დაცვა პოლიტიკურ პრობლემებზე შექმნა და ეს სავსე მიღწევადი იყო და ჩვენ გადავრჩებოდით იმ ტრაიგულ მომენტს და ზვიად გამსახურდი არ იყო ის პიროვნება რომ ეს მომენტი არ გაითვალისწინებინა თავისთავად ცხადია მაგრამ არავინ არ შესთავაზა ზვიად გამსახურდიას ასეთი პლატფორმა და მე მოხდა რომ გარეძარლებით ჩაერევნენ ბუნებრივია იმიტომ რომ ეს ბუნებრივია სახელმწიფო გადატრიალება სწორედ დაიგეგმა კრემლში მაშინ უკვე ელცინის ბორის ელცინის იმაში გამოყოფილიყო კონკრეტული პიროვნება გენადი ბურბულისი 15 მილიონი დოლარიც გამოყოფილი რომ ზვიად გამსახურდა ყოფილიყო დამხობილი ჩვენ ეს ვიცით ეს ყველა ნიუანსები და ამანაც ბუნებრივია ხელი შეუწყო პროცესების განვითარებას დღეს ნახეთ როგორ სიტუაცია დღეს დიალოგი რო წარმოვიდგინოთ ნახეთ დღეს ფაქტიურად ჩვენ გვართმევენ თავარ ღირებულებას დასალურ ფასეულობებს დასალურ ფასეულობა არ არის მაინც დასალურ ფასეულობებს არის ზოგადად საკაცობრიობი ფასეულობები ხო ეხლა ისეთი კანონები მიიღეს ეხლა ფარაზია საუბარი რომელიც ელემენტარულად თვითონ ეუთო ოდირის ინსტიტუტს კი მიწასთან გაასწორა აბსოლუტურად სწორად ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ანალოგიური მე ვიტყოდი გადაწყვეტილება ხო და სხვა შორის ფარა ისეთია შეიძლება აი მართლაც ობიექტურ ყველაზე ობიექტურ ტელევიზიაზე ობიექტივსაც კი შეეხოს აი ეს მე ვიტყოდი დრაკონული მე ვიტყოდი აბსოლუტურად კანონი ხო როცა ელემენტარულად ხდება აი ამ ზოგად საკაცობრიო ღირებულებებზე ხელყოფა იმას რა უნდა ელაპარაკო უკაცრავად რა აი დღეს სხვადასხვის ერთ-ერთი პოლიტიკოსმა შეეცდათ მართლაც საპარლამენტო ანა დულიძემ სხვადასხვის აი ამ დღევანდელ მართლ პოლიტიკურ ძალას უწოდა თალიბანის ასე ვთქვათ რეჟიმთან გაეგევა აი მე არ მინდა და მე ძალიან წუხარ და მაწუხებს მომენტი მაგრამ ქალბატონიანი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სიმართლეს ამბობს ჩემდა სამწუხაროდ და თქვენ სამწუხაროდ რა აი რაღაცა ემიგრაცია რაღაც ესე აი ნახეთ ინდიკაციები იგივეა რა ჯერ რაღაც რაღაცა დახურული კლუბის წევრები
არაფორმალური ლიდერშიპის ვარიანტი, რომელსაც ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში, აბსოლუტურად მოახდინებს მთელი, მე ვიტყოდი, პოლიტიკური პროცესების სრული უზურპაცია, ხო? არიან იზოლირებული, დაუშვათ, არავინ მათ არ ესაუბრება, ხო ესია? მე მგონი არ ვწდები, ხო? მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და არა მარტო ბრიტანეთის, იგივე თუნდაც ავიღოთ კიდე სხვა დიდი სახელმწიფოები, ხო? იგივე ჩინეთი ავიღოთ, ხო? იგივე მათი, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, თავარი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთიც კი მათ მიმართ არის ცოტა ესე ვთქვათ ამრეზილად, ასე ვთქვათ, უყურებს ამათ, ხო? ნახეთ როგორ სიტუაცია, აი ეს ყველაფერი რაღაცა იზოლაციაში მყოფ რაღაცა ვთქვათ ტენდენციებს იმუშავა და თან ესენი თავისივე წვენში იხარშებიან და ისეთ რაღაცებს პოლიტიკურ გადასტუმებს ახორციელებენ და პოლიტიკურ მე ვიტყოდი არალოგიკურ ნაბიჯებს დგამენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თლიანი პოლიტიკური სისტემის სრული დეგრადაცია რა. მიხვდით ხო რაზეა საუბარი? როცა ხდება ფაქტობრივად კონსტიტუციის ნიველირება. კონსტიტუციაში გიწერია შენ სამუდამოდ ჯერ თუ რამე გინდა რომ შეცვალ საკუთარ ჯერ კონსტიტუციაში ამოიყეს მუხლი თუ ასე გინდა და მერე უკვე გააკეთე ის ლოგიკური ნაბიჯები რომ დაუშვათ მოახდინო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გადაყვანა. ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით ესეთ იმაში, ჩვენ რუსულ პოლიტიკურ ორბიტაში ვიყავით 1999 წლებში და ედუარდ შევარდნაძის მაშინ უკვე მეორე თქვათ როცა დაბრუნდა საქართველოში, მას მოუწია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ხო ესია, მაგრამ მაშინ თუ ვიყავით ჩვენ ნახეთ მიტმასნის პოლიტიკის ვარიანტი. დღეს რაღაცნაირად ბალანსირების ვარიანტი აშკარად პრორუსულ იმას აქვია ვექტორიც უკვე იმაზე ვზივარ. ბატონო ვახტანგ, მთავარი პრობლემა არის თუ არა ის, რომ ოპოზიციური პარტია, ძლიერი ოპოზიციური პარტია, ნდობით აღჭურვილი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი, რომელსაც აქვს რესურსი, ისეთი, რომელსაც ინდობა ხალხი და აქვს შესაძლებლობა იმის, რომ აი პოლიტიკური პროცესების რაღაცნაირად სათავეში მოექცეს. ეს ადამიანებიც, რომლებიც გაურკვევლობაში არიან, არ აქვთ დღის წესრიგი, როგორ შეიძლება მოექცენ, მხოლოდ გამოდიან ქუჩაში და არიციან ხვალ, ვთქვათ, როგორ უნდა მოექცენ ზეგრონ რა მესიჯები უნდა გააჟღერონ და ასე შემდეგ. პროცესი აბსოლუტურად თავისით ვითარდება, არ აქვს ამას ინერციით ვითარდება. კი, და ამას გულისხმობ სწორედ. არის თუ არა ეს უმთავრესი პრობლემა და ბუნებრივია ამით ყველა პოლიტიკური მართველი პარტია ისარგებლებს, როდესაც აი ასეთი გარემო გაქვს, თუმცა აქვე დავძენ იმას, რომ ყველაფერი გააკეთეს ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ აი ეს შუა გაეკრიფათ და ასეთი ძალა არ ყოფილიყო ქვეყანაში. ქალბატონეზე მე ხარ რო იყო დაუშვათ მაღალი აკადემიური დაუშვათ საბჭოს წარმომადგენელი დავაყენებდი რომ თქვენთვის მოენიჭებინათ ხონორო კაუზის პოლიტიკური მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარის წოდება. არ არის გადაჭარბებული, იმიტომ რომ ასე ხომ ილაპარაკეთ, ამას რაიმე კომენტარისა და ზემეთი რამე დამატება არ საჭიროებს. თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ და თქვენ გამოირჩევით თქვენი ჟურნალისტური ბეკაპით, მაღალი პოლიტიკური კულტურით, რაც ძალიან დიდი დეფიციტია ჩვენს დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში. მათ შორის ორივე პოლიტიზირებულ ტელევიზიებში, ხო? და მე ძალიან აღთქმულებულია თქვენ ბრძანდებით ასეთი განათლებული პიროვნება და მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ თქვენს ნათქვამს ამ შემთხვევაში, ხო, ნამდვილად არაფერი დამატება არ ესაჭიროება. აბსოლუტური სიმართლეა. სამწუხარო რეალობა ეს არის. აბსოლუტურად გაკრიფილია, მე ვიტყოდი ეს თქვა ესეთი შუა, მე ვიტყოდი ეს თქვა დერეფანი პირობით და პოლიტიკური დერეფანი. ფაქტიურად საზოგადოება კარნახობს იმ პოლიტიკურ ინდიკატორებს, რომელიც დღეს ახლა ვითარდება, სიტყვა ეს თქვა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ყავს ეს თქვა ესე წოდებული ავტოკრატიული, ვთქვათ, პოლიტიკური დრაკონი, რომელიც შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ მოერგოს სიტუაცია, მართალია ის ცეცხლს აფრქვევს და ჯეჯობებს ეს ცეცხლი, ასე ვთქვათ, ხალხის და საზოგადოებაზე ჯეჯობებს კაფეოდ არ მოდის, თუმცა უკვე გარკვეული მათ ჩვენ უკვე ვიგემეთ ეგეთ ვარიანტში. მაგალითად უცხოელთან შეხვედრა, მაგრამ საბჭოთა ავაცახსენებელს უცხოელ კოლეგასთან მქონდა შეხვედრა ჩვენ მეგობართან და ამ დროს მე დავაფიქსირე უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტად ბოლოს, ხო? დავაფიქსირე რომ მე ვიყავი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების. გასაგებია კი ბატონო, აი ამ ავაცახსენებელს უბრუნდებით, ნახეთ, აი ამ ვარიანტში რომ უცხოელთან შეხვედრაც კი უკვე არა მარტო ის რომ დაუშვათ ახლა მე და თქვენ როგორ ჟურნალისტი და მე გარკვეულ როგორ დაუშვათ მასმედიის წარმომადგენელს მე დავამშრომლო რომ მე გახლავართ პოლონური სამხედრო გამომცემლობა ანტიპორტაჟის მთავარი რედაქტორი და ასევე ყველაზე გავლენიანი ევროპული გამომცემლობის ახალი აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალის სამხედრო ანალიტიკოსი და ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი შესაბამისად შემიძლია თქვა რომ არა მარტო მე და თქვენ შეგვიძლია გამოგვაცხადონ მალე დაუშვათ უცხოეთის აგენტად, თუმცა მე
აგენტობის ისა უკვე მოვიარე სცენიდან, ჩემსაც ნამდვილად არ წარმოვიდგა ერთით დაკლები ქვეყნის აგენტი ვიქნები თუ მეორე ქვეყნის აგენტი ვიყავი, მე ჩემ ცხოვრებაში მე მგონი ორი არ არსებული სპეცსანკციური აგენტობაც კი ოფიციალურად მქონდა მოკერებული, ერთი იყო მესამე რაიხის გერმანიის სამხედრო დაზვერვა აბვერის ის ვიყავი თუ რეზიდენტის ვიყავი და ასევე საბკავშირის კგბ-ს გენერალ-პოლკოვნიკიცა ვარ. ეს სასამართლოზე, მურუსის სასამართლოს ეს დადებული აქვს ყველაში. აი, ეგ არის კურიოზი, რომ მურუსის სასამართლო ესეთ რაღაცეებზე ემაშავა. დღეს მურუსიძე აქ მე მიკითხავს მორალსა და ყარის თავად. ეგეც არის, ნახეთ, აი, ანა დოლიძის ისე სიტყვებს რომ დაუბრუნდი, აი, თალიბანიზაციის მომენტი, როცა მურუსიძე გეყოლება შენ თავარი თალიბანის, მე ვიტყოდი ეს თქვათ, ესე სამართლებრივი თალიბანის წარმომადგენლად, ხო? იქ უკვე თალიბანიზაციის პროცესი დიდხანს დაწყებულია. მურუსიძე кейსი უკვე ძალიან კარგად წარმოადგენს თალიბანიზაციის პროცესის დაწყებას მართლ პოლიტიკურ ძალაში. კი, აი მე სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყე თქვენთან საუბარი იმ საგამოძიებო კომისიით, რომელზეც რატომღაც არ მინდა რომ გაგახსენოთ, არ მინდა რომ ჩავიდეთ დეტალებში, თუმცა თქვენც ბრძანეთ თავად, რომ აი ასეთი რაღაცები ხდებოდა, როდესაც ადამიანებს ძალიან მარტივად ნებისმიერი ალიხს მიაწებებდნენ, ამისთვის გაასამართლებდნენ, აწამებდნენ, ბიზნესს ჩამოართმევდნენ, ასე შემდეგ და დღეს 12 წლის შემდეგ აი ამ ეს ჩვენ როგორ უნდა ვუყუროთ? ნახეთ, განსხვავება რა არის? ნახეთ, ავტორიტარულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის. ნახეთ რა, აი პატარა განსხვავებას ვთქვით. დღეს ავტოკრატიული რეჟიმი გასაგები. ის იყო ავტორიტარული რეჟიმი. აი მე გეტყვით ამ მაგალითს. ნახეთ, იმ დროს მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლები რო უჟიდნენ დაუშვათ რომ ადამიანი იყო აგენტი და ჯაშუმანის ვარიანტი, აი თუნდაც ფოტორეპორტერების საქმე, ხო? ალბათ იგივე მუხროვანის ამბოხის საქმე და კიდე ახლა დაახლოებით 50 ადამიანს ქონდა მიკერებული ჯაშუშის იარლიკი, ხო? ნუ ესაც ჩვენ რაც არ ვიცი კიდე საკესაურთე, მათ შორის იგივე თვალშები შალვა ნათლაშვილის თურმე ჯაშუში იყო, ლევან ბერძენიშვილის და ავიცი, მე მგონი ალბათ მთელი ობიექტივის იმასაც ასევე ჯაშუშობის ის ქონდა მიხეილ სააკაშვილი. ნახეთ, იმ დროს როცა ეს ხდებოდა დაუშვათ, ხო? იქ მაინც იმართებოდა დახურული მე ვიტყოდ სასამართლოები და იქ ჟღერდებოდა ის მე ვიტყოდი სრული იდიოტოკრატიზმი, იდიოკრატიული განცხადებები, რომ იქ ამას მაინც დახურული მასა ხდებოდა ეს გაჟღერება, ხო? ეს იარლიკების გაჟღერება, ხო? და მე ხდებოდა მისი პიარი. ის ავტორიტარული მაშინ ასე ვთქვათ რეჟიმის დაქვემდებარებული მასმედიის საშუალების მიერ. აქ ნახეთ ახდება, აქ უკვე პირდაპირ ხდება დეკლარაცია. აქ უკვე ამათ აღარ ჭირდება დახურული სასამართლოები. ჯერჯერობით ესლა როცა სამხედრო უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემას იხილავ ღია ეთერში ვინ მოგცა შენ ამის უფლება და აჟღერებ სამხედრო საიდუმლოების იმას აქვია, ხო? ის ომი იყო, აგვისტო ომი იყო თუ რა იყო, ხო? ბუნებრივია, იქ ბუნებრივია უნდა მოახდინოს სპეციალური რეჟიმის კონტექსტში, ხო? ანუ რა უფლებით ახორციელებს არაკომპეტენტური პირები მსჯელობენ ისეთ თემებზე, რომელიც ესე ვთქვათ მათ კომპეტენციას კი არა საერთოდ გაგებაში არ არიან რა თემაზე საუბრობენ, ხო? და მეც აკეთვით იგივე ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში. როდესაც მოსამართლე მაგალითად ესებუა, აი მურუსიძის მაშინ, ხო? იხილავდა სამხედრო ჯაშუშობის საქმეს და კაცმა თქვა რომ მეო ვერ ვარკევი ტანკსა და ემას შორისო, ჯავშან ტრანსპორტირებას შორისო და დამახმარეთო და გამოიტანა, ჩაქუჟით გამოიტანა განაჩენი. რა განსხვავება მაშინ იმ ეპოქასა და ამ ეპოქას შორის? აი მითხარით, აბა რა განსხვავებას ხედავთ? არაკომპეტენტური, აბსოლუტურად მე ვიტყოდი არაადეკვატური პიროვნებები იმ დროს, რომლებიც საერთოდ სამხედრო სფეროში, საერთოდ მე მგონი იარაღიც არ უნახია თვალით, საუბრობენ მაღალი დაუშვათ სამხედრო პოლიტიკურ და სამსტრატეგიულ საკითხებს და მიხეილ სააკაშვილის პერიოდში შეცდომასა სასამართლოში ხილების საკითხები, რომლებიც ნუ არ ვიცი მე და ისეთი განაჩენები გამოდიოდა, ნუ ეს ანგრევდა სახელმწიფოების არს. აი შევადარე ხო ორი ეპოქა. არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ ეხლა თუ ისინი თავის სისულელს აქვია რაღაცა ცდილობდნენ რაღაცა დახურული იმას ყოფილა მაინც უკვე არ იმალებოდა მათ სისულელს ესენი პიტაბეთაში უკვე თავიანთ იმას უკვე ლუსტრირებას აკეთებენ ასეთნაირად. კი, რადგან ახსენეთ თქვენ ასევე მურუსიძე ჩვენ გვახსოვს კობახიძემ რა თქვა ხომ თუ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადიოდა ცუდ საქმეებსო ახლა კარგ საქმეებში ჩასდისო და აი როგორ შეიძლება ამ ადამიანებამდეც ხო მოვა როდესაც აი ასეთი საქმეები და განიხილება ასეთი საკითხები, მაშინ ამ ადამიანებამდეც ხო მოვა, მათ სახელებამდე და გვარებამდეც ხო მოვა ეს გამოძიებაც. თუ კობახიძემ თქვა ეს მაშინ საფუძველი არ აქვს ამ კომისიის არს. მაშინ კობახიძემ დააყენა უკვე აპრიორად ამ კომისიის საერთოდ ლეგიტიმურობა ეჭქვეშ. აი პიტაბენ, აი იგივე თქვენი სიტყვებით რო ვთქვათ.
დაყენებულია უკვე და მაგრამ აზრი აქვს ამ კომისიის არსებობას. კი, ეს მისი ცნობილი ინტერვიუა ძალიან, რომელიც ყველა სახსოვს ალბათ, როდესაც ასე ამბობს. ნახოთ მაინც როგორ იქნება ადრე თუ გვიან, ძალიან კარგია, რომ ასეთი განხილვები მიდის იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რასთან მქონდა საქმე და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დღესაც გმოძღრავენ, რომლებიც დღესაც პოლიტიკაში არიან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გულისხმობ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ამის უფლება, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ და სამწუხაროდ აქვეც კიდევ ერთხელ აღუნიშნავ იმას, რომ თუ კი ამის სურვილი ქონდა ქართულ ოცნებას, მას ქონდა ორჯერ შესაძლებლობა რეზოლუციით, რომელიც ბევრად უფრო ადრე პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტში შესთავაზა და მაშინ დაგუცინოდნენ, კი, მაშინ დაგუცინოდნენ ქართული ოცნების ლიდერები, ან ინტერვიუზე როცა მივიდოდით, ან თავად როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა, არც მხარს უჭერდნენ და ამბობდნენ, როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ უნდა გასამართლდნენ და დღეს რატომღაც მათთვის მოწონებულია ეს ინიციატივა და საინტერესოა. მადლობა კიდევ ერთხელ გაიცემის მონაწილეობისთვის, რომ მოგვიწურა და საინტერესო ანალიზისთვის ვახტანგ მაისაი აქვს თურმე და გაიცემის ამ ნაწილში არ გადართოთ წინ ინტერაქტივი გელით და მე კვლავ შემოგერთდებით დროებით.